აბა მოვიდა მშრომელი. რა შევით ხარ? ხო. კიტრი. მაიონეზი. რა თქმა უნდა, ეხლა რა თქმა მაგას ხმა დაფა. ბრინჯი ხარშება. გადავწყვიტე გოგოებო, რომ ბებოს გავუკეთო ბრინჯის სალათი, რომელიც პირადად მეც ძალიან მიყვარს. ხო და გავასინჯო, ნახოთ თუ მოეწონება. მინდა რომ ეს პროცესი ჩანდეს და საადღა გაქციო ჩვილო. წავიღე იმაში რა ქვია. ხო და არ ჩანს რა გავაკეთოთ. რა გავაკეთოთ? ხო და დაი მე დიდი ნაფილი გავიჭერე. ჭრით წვრილად ჯამზე ვედავდე. არ ჩანს და სხვა გზა არ არის გოგოებო. ძალიან გემრიელია, ოღონდ მე დედაჩემისნაირად ვერ ვაკეთებ, ამიტომ ისეთი გემრიელი არასდროს გამომდის, ხო? შეგიძლიათ კამა გავუკეთოთ, ან არც გავუკეთოთ, თუ თქვენ არ გნებავთ. ამას დიდად სუნელები და რაღაცები მე არ ვუკეთებ, იმიტომ რომ მაინც და მაინც რაღაცა სუნელების გემოსერთ არ მომწონს კიტრში და ამიტომ არ ვუკეთებ. და თქვენ შეგიძლიათ გავუკეთოთ. მაგრამ ჭამამდე გოგოებო აუცილებელია რომ მოხდეს მაცივარში ამის დაყოვნება. აი პირდაპირ გავაკეთე მივირთვი, ასეთი გემრიელი ვერანაირად ვერ იქნება. ამიტომ მე გირჩევთ რომ სანამ მაგალითად მიირთმევთ, ხო? შედოთ მაცივარში, ნუ 1 საათი მაინც გააჩერეთ, ან კაი იყოს 9 საათში რა უნდა ქნას ხამარა, ჰა კაი. ხო და შემდეგ უნდა მიირთვათ აუცილებლად. ჩემ ნახის მიწერე და გოგო რა რთული ყოფილა ეს მოდის გადახება. აი მე ცუდად გავხდი. 1 წუთი და რაღაცა წამები ძლივს გადავიღეო, 1 წუთი და წამებიო, ხალხო. დღეს მეტი არ შემიძლია. ვნერვიულობდიო რა ჩაწერა, არ ვიცი, ისე ნერვიულობდა ხალხო. აი რა გითხრათ და მაგრამ ყველა სიტყვაზე ზოგადად არ მიყვარს ხოლმე გამოკიდება რა და ხანდახან მეც ესეთი რაღაც მithქვამს, აი რაღაცა ისე რა, თავიდან მით უფრო. ხო და მე მიდარდია ვაიმე ნეტამას როგორ აღიქვამს ხალხი თუ რაღაც ეს და ვეუბნები მოდუნდი. ხა ვინც არ უნდა გითხრას ვერ მოდუნდები ხალხო ვერაფრის. მაგას თავისი დრო უნდა, რაც არ უნდა გითხრას ეხლა სხვა რომ აბა მოდუნდი. დამიჯერეთ ვერ დუნდები ვერანაირად. ახლა ეს არის ერთი კიტრი, ცოტა კიდევ დავამატო მთლად ახლა ამადენი არ უნდა მგონი. ნახოთ რა როგორ იქნება, საკმაოდ დიდი კიტრებია და ხო და ეს არის რა ქვია, ცოტა მოდუნდი მივთხარ. თავს ნუ წაიქცე. ძალიან ისეთი თესლი რაც აქვს. ამოვაცალოთ, არ უნდა ეს. ამასაც ამოვაცალოთ. იმებს არ ქონდა ასეთი რაღაცა ძალიან ისაქავას. მე არ ვიცი. სოფელში ყველაფერი გემრიელი რატოა? აი ვერ ვიგებ. ჩემი ბებო და მარიამი წასვლები არიან სტუმრად, აგერ მეზობლად. 1-2-3 სახლის იქით. ჩემი გოგო გაყვა და გამიკვირდა. არა, მე მკითხა რომ დედიკო შენ მოდიხარო, არა მეთქი და ხო გაყვები დედიკო, თქო და კიო. გამიკვირდა. არ უნდა ეს ძალიან ისეთი მასაც ბევრი ის აქვს შუაგული ჩვენ მივირთვათ. ხო და მე ვთხარი, ხედა ნათუშკები რთული ყოფილა ყველას რო გონიათ რომ ეს დაჯდები ლაპარაკე მეთქი. თავიდან ძალიან რთულია. მერეც რთულია. და ზოგადად მარტივი არაფერიც არ არის. ჩემი აზრით ბევრი აღარ უნდა, კაი ოდნავ კიდე დავჭეროთ. არ მოვაყოლოთ თესლის ადგილი, ხო და ხო, მე ვთხარი, რთულია. წლივ ჩავწერეო. აი მე ჩემი სიყვარული. ჩემი გოგო დაიტანჯა ესე იგი. ვიდეოს მიგზავნის ნახეო და მიფიქრე 10 წუთიანს ან 7 წუთიან ჩაწერდა. ვერაო, დღეს ვეღარო. ჩემი გოგო. ეხლა მეცინება.
სხვადასხვა ამას გოგოები უკეთებენ ცოტა ცხარი აჯიკასაც. არ ვიცი ხო ის როგორ, მაგრამ უკეთებენ და მიჭამია და მე იმდენად მიყვარს ეს სალათი და ცხარეც. რომ ყველანაირი კომბინაცია ჩემთვის ის არის რა, არ არის არც ერთი ის რომ უიდე და არ უხდება და ცხარეც მიყვარს და ესეც მიყვარს. კიტრი იმდენად მე არ მიყვარს. მაგრამ ან კონკრეტულ სალათში ვგიჟდები, იმიტომ რომ ზოგადად ეს კიტრი და მაიონეზი აძლევს ბრინჯს იმ სასწაულგემოს რეალურად რაც მე აქვს. აი, ეს ამაზე მეტი მართლა აღარ უნდა, ესეც ბევრია მე მგონი, ნახოთ. თუ შევატყე რომ ძალიან ბევრია, მე იმას ვიზავ რა ქვია. ამოვაკლებ კიტრს. ვორწოდ ამის არ ჭუყ. მოდი ჩვენ მივითხოვოთ აი ეს ხრაშუნა. დენი რო არის უკვე მიხარია. მაგრამ გიჟივით ვტენი ტელეფონებს, იმიტომ რომ კაცმარისის როდი ჩაქრება. ოსი არა ვარ. მაგრამ თუ ჩაქრა ინტერნეტი არ მაქვს ასე რომ აი ჯერები ზავდებ. ბებომ უდა მოვიწყდა მითხრეს გავაკეთოთ და მე ბრინჯი შემოვთქი. ესე იგი უდაბლესი საფსგობოებო ამას კალორიები უდაბლესი. ნუ სოკოს ხოისაც იცის რომ ძალიან დაბალი კალორია აქვს და ამას აქვს ძალიან დაბალი. აი ეს სავარაუდოდ შევხედო პრინციპში რაღაც უყურებ გამოგზავნილია. არ ვიცი როგორია ეს ჩემს არ გამოგზავნიათ, ამიტომ ესე გემო არ ვიცი ამისი, მაგრამ ერთხელ გავაკეთოთ. ესე იგი ეს არის 200 გრამიანი. ძალიან ცოტაა და ნუ 115 გრამია. ესე აწერია. ახლა 200 გრამი გაიგე ახლა რამდენი გრამი. ბერძნულია. ცუდი ხარატო იქნება. ხო, ახლა მომავალში მივცხოთ ერთი ნახოთ როგორია. ბებო შემპირდა რომ აუცილებლად გადავიღებთ რამე ცომეულის მომზადებას, ნებისმიერი რამ რაც შენ გინდა, მევხარი, მოვამზადოთ, მე ძალიან მინდა და გადავიღოთ თქო. აქ არის მართლა კატასტროფული განათება, ზოგადად ამ ოთახში არ არის ეგეთი განათება, აი და უი, მაგრამ რაღაცნაირად მაინც შევეცდები რომ როგორიც გამოვა, გადავიღო, იმიტომ თქვენ ძალიან გიყვართ ისეთი ვლოგები, სადაც ბებო აკეთებს ცომეულს, ან ტრადიციულს, რაც ჩვენთან კეთდება, ხო და თქიკი ხუწები დავგიგმოთ. ვის გიყვართ აი ეს რაღაცა ჟელეიანი თუ რა არ ვიცი რაღაცა ის რო აქვს რა ქვია. ჟელეს მაგვარი რო არის, ეხაც კი მაჟრიალოს ხოს რო კიდე. სამგებ ეს მიყვარს. ყველაზე მეტად აი რაღაცა შედედებული რძით და იმით რო კეთდება, ეგენი მიყვარს. ხილის არასდროს არ მიყვარდა. ახლა სანამ ბრინჯი ხარშება ის თუ არ მეყო მეორეც მაქვს ავიდეთ პურზე სანამ სუკაყიდულა ტკბილს დავაყოლოთ მლაშე განეიტრალდეს არ ვიტან სანამ ტკბილი რო რჩება ატანა არ შემიძლია ეს არ ვიტან რას ნიშნავდა წავიდეთ ტალახში პურს ის არის რა ქვია შიგნით და არ არის კარგი განათება რომ მშვენივრად გამოვიყურები და არ ჩანს წავედით პურზე ალა იმედი მაქვს პური ექნებათ სამისთვის იქნებაო და კი არის უკვე 4 კარგად დაწቀებული და ავი წესით უნდა იყო პურთან რიგები დგას 1 2 3 4 ვარ აქედან ხედავ წავიდეთ და ვიყიდოთ ამრქა მომკლა ეს 2 დღეა გული ვარ ჩამოაქცევს დღეს იმიტომ რომ დღესაც წვიმა გამოცხადებული დიდი ალბათობით ხოლაც ჩვენი პური
რაიმე სუნი აქვს ხალხო, აი არანახული. ახლა გამოყარა იმიდან. არანახული სუნი. გუშინ კი ნაღამ მარიკოს კრუხმა თავი წააცალა. ციცილებს გაეკიდა და ის კრუხი წამოფრინდა. გამოდი შვილო. ძირს გამიზრდი ხარ, აღინე კრუხმა მოკლა, დედა გენაცვალა, მე ვთქვა. შემდეგი დაშვის ველოდები. იმედი მაქვს, რომ დღეს გამოვა, რომ ყავა დავლივთ. აქ მე სხვა დეიდაშვილის მყავს ხალხო. ხო და აქვია ორი სახლის იქით. ხო და იმედი მაქვს გამოახწევ შვილო. მოდი ახლა. ყავა კი არა, ბრინჯი მოიხარშა. აიმე. უფრო ტალახი მეგონა. თლად ასესიცაც სორგოთილი ტალახი არ ყოფილა. მოვედით სახლში და ვნახოთ ბრინჯმა წყალი თუ დაიშრო, მე ჯობია თავი მოვიკლა. გოგო, ამ სალატში ზეთი აუცილებელია, რა თქმა უნდა, რომ კარგი გემოხდეს და უკეთესი, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს ზეთი. ზოგინი ერთად უშვება და ბევრ ამის, ვისაც როგორ გინდათ და გესიამოვნებათ არა გიყვართ, იმის მიხედვით შეგიძლიათ გაუკეთოთ თქვენს სალატს. ბრინჯი უკვე გავამზადეთ. აუცილებლად გოგოებო დაელოდეთ შეგრილდეს და მერე დავიწყოთ გაკეთება. ან რო დაწერთ კომენტარს ნუშლით. ჩემანათომ დადო. ოღონდ ძალიან პაწაწუნა ვიდეოა, ამიტომ შორტის ვიდეოებში გადაიტანა ავტომატურად. ხო და იქ გიხდით ყველას მადლობას ჩემი ნათი. ისე რომ დიდ ვიდეოს ველოდებით ნათი სამწუთიანს მაინც მოიკრიბეთ, ძალიან გთხოვ. აბა შეიც. ხალხო რაღაცები ხო არის, რაც შოქში გაგდებს და ფიქრობ, რომ ბატონო ზუსტად ეგ დამემართა. TikTok-ზე გამოჩნდა რაღაც ახალი დებილობა, როგორც ყოველთვის. ხშირ შემთხვევაში ყოველთვის არა, რაღაც გაჰიტებული, ond კაცმა არის ეს დებილობა ვინ გააჰიტა და ნუ აი მართლა ასეთი მსგავსი დაბალი დონი ალბათ უნდა იბლოკებოდეს, მაგრამ ნუ სამწუხაროდ არ იბლოკება. ბიჭი მღერის რა უკნა ცოლ-შვილს. ოღონდ ძალიან ცუდი სიტყვა და ვერ ვიტყვი ნამდვილად. ნუ ისეთია რომ მართლა ვერ ვიტყვი. რომ ბები ამის პარავს ფულებს და ყომარისთვის ჭირდება თუ რაღაც, ანუ აი სრული მარაზმი. რეალობა ნამდვილად არის, რომ ფულს პარავენ ოჯახის წევრები და თამაშობენ და ამაზე არ ვსაუბრობ. ცოლ-შვილს რა ვუქენიო, აი ამ თვითონ მის ცოლ-შვილზე კი არის ყურა თქმა უნდა საუბარი, მაგრამ ნუ ზოგადად რაღაცა რითმი აწყო ბავშვმა თუ ბიჭმა თუ კაცმა, რა მნიშვნელობა აქვს, მამრობით მას გესმა. მე არ ვიცი. რანაირად აჰიტებთ ხალხო ასეთ რაღაცებს. რანაირად შეიძლება ამის გაჰიტება, არ ვიცი. მე ამის გამო დავიჭერდი. თუმცა ახლა რეპში რეალურად ასე ვთქვათ მოსულა. იმიტომ რომ თუ გადავხედავთ ძალიან ბევრ რეპერს უცხოელებს ისეთები აქვთ და ისეთი ბილწიტყვაობაა რომ რა გითხრათ. მაგრამ აი ქართლებს ეს იმდენად არ მოუხდა ხალხო. იმდენად არ მოუხდა. ეს დავიმახსოვროთ და ვიყიდოთ რო ჩავალთ. ბებიას გავუნათქო. არ ვიცი. იმდენად საშინელება ეს რა მოვისმინე. ეს რა მოვისმინე.
არ ვიცი. მაშინ მე YouTube-მა არ დამიბლოკოს, რომ ამით გაჩვენოთ. შესაძლოა დამიბლოკოს, ამიტომ მოვარიდებ. რა თქმა უნდა. ჩემი ციფრი ფანას პაწეწუნა მიმართვა. შოკირებულია, რა რთულია. შორტის ვიდეოებში დევს ჩემო მეკობრებო. ჩემი გოგო. ჩემი გოგო. ვაიმე. რაღაცა ვიდეოს ვეძებდი. და წავაწყდი ძალიან ძველ ვიდეოებს. აი სახლში რო ჩავდიოდით საცხოვრებლად დაბლა სართულზე, აი ეს არ ვიცი ვინ მომყვებით ამ დღიდან უკეთესად გეცოდინებათ თქვენ. მაშინ ეს კადრები. სად ვარ და თქვენ უკვე იცით რომ ვარ სამფლობელოში. როგორ მიხარო და ჭკუიდან ვიყავი გადასული. როგორ მახსოვს ეს დღეები. აღმოვაჩინე რომ ძალიან ბევრს არ გაქვთ ნანახი, რა ქვია, გვაჩვენე შენი ხმის ჩემი ისინი, რა ქვია, კადრები ხა მეშინია კიდევ არ დამიბლოკოს, ანუ სულ მეშინიას რატო ვამბობ. მაგრამ რამდენიმე კადრს გაგიზიარებთ, როცა ტელევიზიით უყურებდი ჩემს თავს. მე რაღაცა ვერ ვიპოვე, რატო? რატო ვერ ვიპოვე, არ ვიცი. ანუ ის მომენტი ყველა ხო არ არის და ის მომენტი მინდა რომ გაჩვენოთ, მაგრამ აქ თან ლაივში ვუყურებდით. ტელეფონიც იყო ჩართული. ლაივში ვუყურებდით, ამას ხახმას ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ მუსიკები ისმის. გიზ გავდის, აქ გიგის საოცარი ქებადიდება ისმოდა, რომელიც ამბობდა, რომ ანუ თუ ნამდვილად მღერის ეს არის სასწაულიო და ემოციები და ასე შემდეგ გამოვეთიშე პროექტს ეს მომენტია როცა ვარ მონაწილე. შემდეგ იცით რომ მოთამაშე ვიყავი და 3000 მოვიგი, მაგრამ ეს კონკრეტული მონაკვეთი არის უკვე როდესაც ღერა წურწუმიას სიმღერა ვითომ საოცრად დამახინჯებულად ვიმღერე, იმაზე ბევრად უარესად ვიდრე, რა თქმა უნდა, მე ასე თქვა შემეძლო. ხო და ძალიან კარგი იყო და ისეთი ემოციები დღემდე არ მტოვებს ხალხო, ეს სასწაული ემოციები დღემდე ჩემთან არის და სულ ვფიქრობ, რომ აი არ ვიცი, ალბათ ჩემ ცხოვრების მანძილზე არასდროს დამავიწყდება თქო. რა დამავიწყებს? რამ უნდა დამავიწყოს, გაფიცებთ. ჩემი ნაშრომი რამ უნდა დამავიწყოს, ესე იგი რამდენი ხანია იჭრთება ვიდეო ვერც წარმოგიდგენიათ და ჯერ ნუ სადავართ, მე დაიცოდეთ სადავართ. არ ვიცი ასე მწარეთ რატო ჭედავს ინტერნეტი, ვერ გეტყვით. ეხლა მომიგდო სოფლის ვლოგები, წინაწლის სოფლის ვლოგები და მე ახლანდელ რაღაცებს ვადარებდი და სადა დედამიწა მართლა ისე ვართ, უფრო ბევრად ლაღი ვარ ვიდრე მაშინ და ამას ვეუბნებინათია და ვამშვიდებ, რომ ნუ ყველაფერი კარგად იქნება და მოვდუნდეს, მაგრამ რა თქმა უნდა ჯერ ისე რთულია. ბევრი მეუბნება რომ დედასთან ინტერვიუ არ ასე ვთქვათ უნახავთ და აუცილებლად გავაზიარებ ერთი დღე და იმას ვიზავ, უბრალოდ გაზიარება რა დავდებ კიდეც. დედასგან
გაფრენამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე სამწუხაროდ ვრცელი ინტერვიუ ვერ გამოვა, იმიტომ რომ ვერან მალე მიფრინავ. ჩემი გოგო როგორ ღელავდა, ხალხო როგორ ღელავდა, ნეტა იცოდეთ და მინდა გააძლიეროთ ასე. ჩემი დოდონა თქვენს გვერდით ყოველთვის იგულეთ და მეც ყოველთვის გაგახალისებთ ჩემი პოეზიით. ყოველთვის შეგეცდიანებით. გიჟდები, საოცარი ხალი, ანუ აი ძალიან მინდა რომ ვგავდე, ძალიან რაში მინდა იცით ვგავდე? იმ საოცარ შრომის მოყვარეობაში, რაც შეუძლია დედას. ძალიან მინდა ვგავდე აი აფექტში რომ გავაფრენთ ადამიანები დედა ჩემი. ძალიან ოლიმპიური სიმშვიდით. და ბევრად შეუძლია აი ესეთ მომენტებში, როცა რა ვიცი, გონია რომ უნდა გაგიჟდი ადამიანი თავის ხელში აყვანა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ცხოვრებაში ბევრი მომენტი არსებობს ისეთი, რომ ვაფრენთ ხოლმე, ტკივილი გვაფრენინებს და რაღაც ემოციები, ხო? და აი დედას ეს აქვს და ამაში მინდა ვგავდე, რომ თავის ხელში აყვანა ისეთ ხარისხში შეუძლია რაშიც მე აი არ ვიცი. მე ვერ. მე მინდა გაჩვენოთ დედას და მამას ხელის მოწერის დღე, აქ უკვე ჩემ ძმაზე არის ორსულად და მინდა გაჩვენოთ აი ეს ჩემთვის უსაყვარლესი ფოტო, გიჟდები ამ ფოტოზე. ნახეთ როგორ პაწაწუნამუცელი აქვს დედას, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ მგონი 45 კილო რამდენი შევიდა დედა სამშობიაროში, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ სულ მეუბნება ხოლმე, რომ აი ვერ ამჩნევდაო, რომ მე ორსულად ვიყავიო და იმდენად პატარა მუცელი ქონდა, რომ რა ვიცი, ყოჩახ დედა. ეს თქვენი მონამორჩილი დოდონა. მითხარით თუ მგავს ამ ფოტოში მარიამ. როგორც მეუბნებიან, ძალიან მგავს. ასე მეუბნებიან, ნუ კოპებში ახლა. ძალიან საყვარელი ვარ ჩემი აზრით. დედა ის რა გამაჩინე, მადლობა. თან ბევრი ძალიან მაგარი ვიდეო მაქვს გოგოებო, რასაც აუცილებლად გაჩვენებთ. ეს ტელეფონით მირჩივნია გაჩვენოთ ხოლმე რაღაცები უფრო დეტალურად. ეს არის ჩემი ძმა, დედა და მამა. იმდენი რამის გაზიარება მინდა თქვენთვის და აუცილებლად გაგიზიარებთ. ასევე მინდა გაჩვენოთ კადრები, ხახმას ჩაუწევთ, որ ეგრევე იმას იზავს, ჩაირთვება მუსიკა და არ მინდა. მოიცათ. ჯერ ვიპოვო. ერთი წუთი გოგოებო, ერთი წუთით. ცეკვის ვიდეოს ვეძებთ. და მე ვერ პოულობ და თუ ვიპოვე გაჩვენებთ აუცილებლად. ამა შეხედეთ ხალხო, მე რა დაბალი ვარ და ეს ორი რამ ხელა, ამათ უყურეთ, უბრალოდ. ძალიან სახალისო ვიდეოა და ძალიან მიყვარს. ანუ ვგიჟდები ამ ფოტოებზე, რომელიც კორპორატიულზეა გადაღებული, ძალიან მიყვარს და ისეთ ფორმაში ვიყავი და ისეთ ვიძე ვიყავი და თმაც ძალიან მომწონდა და ყველაფერი ძალიან მომწონდა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მიხდებოდა. ძალიან მინდა გაჩვენოთ ჩემი ორი ბებო, აქედან ლუბა ბებო, რა თქმა უნდა, აქ მყავს და სამწუხაროდ ჩემი მეორე ბები კოკა გარდაცვლილია, რომელიც თბილისში ცხოვრობდა. და ასე ვთქვათ, მოგონება დამჭა ყველაფერი. ყველაფერი. რთულია. კარგი. თქვა რა გინდათ აი დედისგან რო გამოყვეთ, აი ანუ დედის გარათვისებები გინდათ რომ მიიღოთ. ეს არის თაიგულის სროლის მომენტი, როდესაც ჩემმა მეჯვარემ დაიჭირა თაიგული. გიჟდები ამ ფოტოზე, ჭკუა მეკეტება, ძალიან მიყვარს და ძალიან ძვირფასია ჩემთვის, ეს მე და ჩემი მეუღლე. თქვენი მონამორჩილი დოდონა. გახლავართ.
ანუ ფოტოები არის ჩემი ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ და აი სულ ვიძახი რომ ფოტოები ისე მიცოცხლებს ყველაფერს აბსოლუტურად ყველა მომენტს. აქ ნახეთ სუფთა გოლიათი გახლავართ. ეს არის გვაჩვენა შენი ხმის ბოლოს უკვე რომ მოვიგე 3000 მაგ დღეს გადაღებული რას ვგავდი უფალო მიშველით. არ ვიცი ზუსტად რას ვგავდი, მაგრამ კატასტროფა იყო. აქ უკვე ვიცოდი რომ მოვიგე და ეს ემოცია ფოტოზე. ძლივში ვიკავე თავი რომ არ ვიგორავე იატაკზე. ეს ჩემი და ჩემი მეუღლის ჯვრის წერის ფოტო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ დამეწერა ჯვარი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ზოგი არის რომ არ ჩქარობს, ასე ისე, არ ვიცი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯვრის წერით დააწყებული ცხოვრება. ეს არის დედა, მამა და შუაში აქეთ-იქით მე და ჩემი ძმა. ძველი ფოტოები მინდა რომ ეს თქვით გავაცოცხლო და მქონდეს. აუცილებლად ამ საკითხს მივხედავ ყოველ მისის გარეშე. რამდენი ფოტო მინდა კიდე გაჩვენოთ. ხო, აი ეს კონკრეტული ფოტო არის საბერძნეთში გადაღებული, რომ ჩავფრინდი. გიჟს გავდი სიხარულით მეკრუნჩხებოდა ყველაფერი. ძალიან ბედნიერი ის იყო, რა ქვია. დღე იყო. აუცილებლად მოვძებნი. ახლა უფრო დიდ დროს წაიღებს რომ მოვძებნო, თორე აუცილებლად ვნახავ ჩემი ქმარი და მარიკო რომ ვალსს ცეკვავე, რა სასაცილოები არიან და რა საყვარელი ვიდეოა. თუ ქმარი არ დამასწრებს მაგ ვიდეოს დადებისათვის, მაგრამ ისე ვიზამ რომ ვერ გაიგოს რაღაცნაირად გაგიჟდება იგულავს. ეს არის მომენტი, როცა სახლში მივიყვანეთ ჩვენი მალიტუნა. ის წინა კადრი იყო, უბრალოდ მე გაწყობილია კადრები. მე არ ვიცი ხალხო. სულ ვამბობ, რომ თურმე რა ხელა ეტაპს გადის დედა, ანუ დედა ჩემს ზეგლი უნდა დავუდგა. ეს ფოტო ძალიან მიყვარს, მე ადრეც გაგიზიარეთ. ამ ფოტოზე დამიწერეს, რომ არც მაშინ ყოფილხარ გამხდარიო. ხო, ეს თაიგულის როლის მომენტი. და ძალიან საწყენი იყო ეს კომენტარი, ესეც ძალიან მიყვარს ეს ფოტო. ეს არის ხელის მოწერის დღე. ხელის სხვა დროს მოვაწერეთ. მე და ჩემო მეუღლე. ხო, რაღაცნაირად გულზე მომხვდა, როცა ეგ მითხრეს, რომ რაღაცა არის მაშინ ყოფილხარ. მოდი კარგად იყავი. მაგრამ რას ვიზავთ ადამიანის ენა ძვალი არ აქვს ხალხო. უბრალოდ კბილებიც არ გააქვთ. თუ როგორ არის საქმე, ვერ გავაკი. არა, რას ვიზავთ. სულ ვიცახი ხოლმე რომ როგორ გაუმართლა მარიამს რო ყავს ასეთი მამა. როგორ გაუმართლა, იმიტომ რომ ნუ აი იმდენად იდეალურია მამა ჩემი შვილისთვის და იმდენად კარგი მამაა, რომ არ ვიცი, აგერ ტაშს გიკრავ. ძალიან გაუმართლა ჩემს შვილს. სიგიჟემდე შეყვარებული მამა ყავს. სიგიჟემდე. ნუ აი ამ ფოტოზე ვგიჟდები, ჩემი ქმარი როგორ უსწორებს თავის გოგოს თმებს, ამას უყურეთ, ჩემი სიყვარული, როგორ მომენატრა. მომინატრე კოპა. და იცოდე შვილს როგორ მოენატრე. ფოტო დავდე მოენატრე მარიამს თქო და ლამის გადმოხტა იმიდან თბილისიდან. ნამდვილად გამართლებაა და ღვთისწყალობა ხალხო როცა ანუ ძალიან უყვარს მშობელს. ეხლა მეტყვით რომ ყველას უყვარს თუ რაღაც, მაგრამ არიან მამები, ვინც ვერ გამოხატავენ, არიან მამები, ვისაც დიახაც ასეც არ უყვართ თავის შვილები და უბრალოდ შვილები არიან რა, სამწუხაროდ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ასეთები ბევრნი არიან.
ძალიან ბევრი. ეს იყო ჩემი ბრძალი რო ჩაოფრინდა პირველად და დიდი ხნის მერე ანიტასთან ერთად რო ჩაოფრინდა, მაგ დღეს არის გადაღებული რესტორანში და ანუ ვგიჟდები ამ დღეზე და ეს მაისური სხვათა შორის მე ვაჩუქე და ისე მოეწონა რომ აი არ ვიცი და ძალიან მიხარია რომ მოეწონა, ეს არის ჩემი ბრძალი. და ძალიან კარგი დრო ვატარეთ, ძალიან ბევრი სამახსოვრო ფოტოებით გადავიღეთ, ეს არის ჩემი ბიძაშვილი, ჩემი სილამაზე და სიყვარული, რომელსაც ტყუპები ყავს. ეს არის ჩემი ანა, ჩემი მულიშვილი, ჩემი მული და ნათი. ანუ საერთოდ ხალხოც აი რომ ამბობენ ხოლმე, ფოტოს გადაღება არ მიყვარს, ფოტო არ მინდა. ისე მიყვარს ხოლმე, ესეთი ძვირფასია ფოტოები, ხალხო ჩემთვის ისეთი ძვირფასია, აი არ ვიცი. ვინ როგორ, მაგრამ ხალხო შეინახეთ ფოტოები არის აუცილებელი, აი რა ვიცი. ძალიან. ეს მარიკო. ძალიან საყვარელია. დეხა ყურამხელა გოგოა. რა გოგოა, ჩემი სიყვარული. ძალიან მიყვარს კიდევ აი ეს მისი ემოციები, გიჟდები ამ ფოტოზე. ეს მშობიარობამდეა ეს ფოტო გადაღებული, გელოდებით თქო თუ რაღაც ამდაგვარი წარწერა იყო, ზუსტად არ მახსოვს და ძალიან მიყვარს ძალიან ეს ფოტო. აქ უკვე ძალიან ცოტა მიყავდა მშობიარობას. და მეუბნებოდნენ ტყუპებზე ხარ? მეთქი არა, რა მხელა ვცლი. ეს ახალი მოყვანილი ყავდა სახში, ჩემი სიყვარული ბაბანავეთ. ხოდა რო ვეუბნებდი, არა კაც ორსულად რო ვარ გაუძლებელია, თქო ტყუპებზე ვიყო უკვე დათხოვმე. აი ეს ფოტო მიყვარს კიდე ძალიან მეძვირფასება და არასოდეს არ წაშალოთ ხალხო ფოტოები, ყოველთვის შეინახეთ, ყოველთვის ეს ეკლესიიდან გამოსვლის კადრებია. აუ ეს ფოტო მიყვარს ძალიან. აი ძალიან მიყვარს. ხო, ეს არის სამშობიაროში გადაღებული ფოტო. უკვე ვემზადებოდით. ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ აი ამ კონკრეტულ დღეს და ამ კვირაში ზოგადად რა ფოტოც არის ამ კვირის პერიოდში 2 კვირა მარიკო კოვიდით რომ ეწვა კლინიკაში გქონდა უმძიმესი დღეები. ამის გახსენებაც უბრალოდ არ მინდა, იმიტომ რომ ძალიან მოკლედ არ მინდა. ძალიან რთულად გაიარა ეს ეტაპი ჩემო შვილმა და მიჭირს ამის გახსენება. ხო, ეს არის მარიკოს დაბადების დღე, პირველი დაბადების დღე. მეტირება. ემოციებისგან მეტირება. სულ კიდე გაჩვენებთ ხოლმე რაღაცებს. აუცილებლად. ემოციებისგან მეტირება, მაგრამ ეს ბედნიერების ემოციებია და მაგას რა ჯობია ხო, ბედნიერების ემოციები რო გაქვს ადამიანს. მაგრამ რა მედარდება, ხა იცი მალე რომ მივდივარ ბებოს რო ვტოვებ, ხო, ისე მედარდება რაღაცნაირად. ანუ ძალიან მედარდება, მაგრამ რა გავაკეთო მითხარით. მართლა ვერაფერს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ უნდა წავიდე აუცილებლად. ყოველ მიზეს გარეშე. ეს ვიდეო კიდე არ ატვირთულა ხალხო და მართლა არ ვიცი როდის აიტვირთება, უბრალოდ რა არის ეს ვერ ვხვდები რას. რანაირად არის რომ არაფრით არ იტვირთება ეს ვიდეოები ხალხო 4 საათი და 5 საათი. მინდა 2 ვიდეო ერთი ცოტა ისეთი დადო და მეორე პაწაწუნა რაღაცა ისეთი ვიდეოები, მაგრამ ვერანაირად. ნახეთ ხალხო, ანუ ეს რა შვება ეს უბედური.
მე ერთი წუთი მგონი გაითიშა საერთოდ ენი ჩაგვ. ესე ჩვენი სალათი, რომელსაც გავუკეთეთ ცოტა ბულგარული. სასწაული გემოაქვს ნამდვილად. გადასარევ. ჰაი. მიწერს აქ რომ ხმა იწერება, მაგრამ უკვე მეოთხე თუ წერ ვიდეოს და ხმა არ გადააქვს, არ ვიცი რა ხდება, მაგრამ იქნებ გამიმართლოს ამჯერად მაინც. მოვაკეთეთ. თქვენთან მე არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ჩვენთან ყინავს. ზემოდან ხო ხედავთ როგორ მაცვია. და ფეხზე მაცვია ერთი წყვილი წინდა და მეორე წყვილი კიდევ ითხოვე ბებიასაკან, იმიტომ რომ ძალიან ცივა. სულ რაღაც 2 კვირი თუ არა აქვს და იყოს სეტყვა, ქარი, ჭექაქუხილი, გაუსაძლის კუპისპირული წვიმა, ტალახი, ყველაფერი იყო, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს და არ გინდოდეს. მით უფრო ძალიან ცოტა ხნით ხარ აქ. მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს მთა. და მთაში ეს ყველაფერი ძალიან მარტივი წარმოსადგენია, რომ იქნება ჭექაქუხილიც, წვიმაც, სეტყვაც და ყველაფერი ერთად. და მაინც ამოდით მთაში. და ყველაზე მნიშვნელოვანი, არ დაგავიწყდეთ, წამოიღოთ ბევრი წინდა დროებთ. მოდით, დაუქნე დედიკო ხელი. დაუქნი ასე რომ მოგწონსდე. როგორ ცივა ჩვენთან? ჰაი. მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ხართ? ხალხო, აქ ახლა არის უკვე შუა დღე. ხო და მარიკომ უნდა მიირთვას მაწვნის სუპი, რომელიც არის ძალიან ცოტა, მაგრამ ბევრს არ მიირთმევს, ასე რომ სხვა არ აგვაქვს. ჩემი ბებოს გაკეთებული ვგიჟდები, მხოლოდ წვენი ამოუღე, იმიტომ რომ აზრი არ აქვს მარიკოსთან ჭიდაობას, ხო და თქვენ როგორ ხართ, რას მიირთმევთ? ჩვენ ყავა რა თქმა უნდა. ვაიმე, გადავიხრუკე. წლის გამოვიდა ამინდი რა მაწუწუნებს. დაბასაიდან მოვიდარ. წავიდეთ. ბორში შემოვაძგით. მინდოდა გადაღება რანატიფი მეთოდით ვაკეთებ, მაგრამ ვერ, იმიტომ რომ მარტო არ ვიყავით, ბევრნი ვიყავით და ამიტომ იქნებოდა ძალიან ხმაური. და ამიტომაც ბებო მხორციანი გავაკეთეთ. მე კაი არ გეზარება ბებო. აბა უხორცო ბორში რა არის? გავხარი. ხო და ვაიმე. კარგი ამინდია და თან გრუხუნებს, იცით როგორ შიგადაშიგ და იმედია ცარ დაგვემხობა დღეს თავზე. როგორც ხედავთ, ცოტა გრილა ფეხზე მაცვე. შენ გაკეთები. რატო გამოეწყო ეს? ქორცილის წასასვლელად ვიმეტყვის. ეს მიწაგისო ეს კონტური, გოგო. ვიკითხ რა იღეო? მე წავისვი. ჩაიტოდე. იმიტომ რომ მინდოდა და. კაი, დედიკო. მე წავისორე და. კაი, დედიკო, კაი. ესე ვსამდი. კაი, არ გაიღიზიანო ტუჩები, კაი. გოგო მომისწრო. ოჰოჰოჰოჰო. რა ხელი მაქვს, რა ხელი ეს რა არის? რა ხელი? ნუ აი არ ვიცი. არ ვიცი.